კარგად ნაცნობი ისტორიის ინტერპრეტაცია და კარგად ნაცნობი გმირების ახალი კუთხით ჩვენება სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ჰოლივუდში ძალიან აქტუალური თემაა. როდესაც ადამიანების გონებაში ჩაბეჭდილი გმირის ტრანსფორმაციას ცდილობ, ამ დროს მინიმუმ რევოლუციური იდეები უნდა გაგაჩნდეს, რაც როგორც ჩანს ჯერჯერობით არავის გონებრივ არსენალში არ მოიპოვება. მიუხედავად ამისა, NBC მაინც შეეჭიდა ამ საქმეს 2011 წლის ფენტეზი სერიალში, რომლითაც ყველას ბავშვობის რევიზია მოუწყო. სხვადასხვა ეთნიკური ფოლკლორი და მსოფლიოს ზღაპრები უკვე მზა სიუჟეტების გიგანტური საცავია, რომლის ირგვლივ მრავალი სანახაობრივი ბლოკბასტერის აგება შეიძლება. ამ შემთხვევაში თუ ბლოკბასტერს კინოეკრანებიდან ტელევიზორებში ან კომპიუტერის მონიტორებში გადმოვიტანთ, სერიალის ფორმატს მივცემთ. შედეგად მივიღებთ სატელევიზიო შოუს Once Upon a Time. I shall destroy your happiness if it is the last thing I do. შოუს ფორმატი ერთდროულად მარტივი და კომპლექსურია. გაიხსენეთ ყველა გმირი, ვის შესახებაც ბავშვობაში ზღაპრებს გიყვებოდნენ და ვის თავგადასავლებზეც ანიმაციურ ფილმებს საათობით უყურებდით. აქ ყველა მათგანი შეგხვდებათ. ცნობიერში ჩანერგილი კონკრეტული პერსონაჟები აქ თანამედროვე გარემოს არიან მორგებულნი. შოუს შემქმნელებმა ზღაპრული გმირები თანამედროვე ამერიკაში, მეინის შტატში მოათავსეს. აქ თქვენ შეხვდებით ფიფქიას, ბოროტ დედოფალს, რუმპელშტილცკინს, წითელქუდას, პინოქიოს, მულანს, კრუელა დევილს, მალეფისენტს. მოკლედ ყველა კოლორიტულ გმირს ზღაპრული სამყაროდან, რომლებსაც კარგად იცნობთ, მაგრამ ხელახლა მოგიწევთ მათი გაცნობა, რადგან ხშირ შემთხვევაში მათი წარმომავლობა, ვიზუალი, მოტივები თუ ხასიათები გარდაქმნილია. და სწორედ ესაა შოუს მთავარი პლუსიც და მინუსიც. ერთი მხრივ საინტერესოა ლეგენდარული გმირების ხელახლა შექმნის ხილვა და ხელახლა გაცნობა. მეორე მხრივ გონებაში ღრმად ჩანერგილი არქეტიპების დამსხვრევა და მათი მოდერნული ვარიანტების მიღება. შესაძლოა არ მოგეწონოთ. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დამთმობი იქნებით ახალი ინტერპრეტაციების მოსმენისას. ერთ რჩევასაც მოგცემთ. ჯობს იმის მიხედვით არ შეაფასოთ ისტორია და პერსონაჟები თუ როგორ ეხმიანებია საკუთარ ლიტერატურულ თუ ეკრანულ პირველ წყაროებს. არამედ მიუდექით მათ როგორც დამოუკიდებელ მედიუმს. ასე გაცილებით მეტ სიამოვნებას მიიღებთ. ყოველთვის მომწონდა, როცა თქვა რაღაც წიგნის გმირს არ მოვაჩენდი, სხვა წიგნშიც თითქოს უფრო ნამდვილს ხდის. და განსაკუთრებული არის ჩემი აზრით იმით, რომ სხვადასხვა ზღაპრის გმირები ერთიანდებიან ერთ სერიალში თავისი ამბებით, თავისი ისტორიებით. და ასე მომწონს ისიც, რომ თქვა დარჩნენ ამ ზღაპრის შემოფარგლულ რაღაც საზღვრებში და შეუცვალეს თუნდაც გმირებს ხასიათი.
ჩვენ გავიზარდეთ ზღაპრებზე, ისტორიებზე და ამ სერიალში ცნობილ პერსონაჟებზეა, ყველასათვის საყვარელ პერსონაჟებზე აგებული ეს სერიალი და თან საინტერესოდ და ისე ვთქვათ, საყვარელად მიმდინარეობს ნებისმიერი პერსონაჟის storyline. ეს გმირები ცხოვრობენ ერთ ქალაქში და ერთმანეთს იცნობენ, სხვადასხვა რაღაცები აკავშირებთ ერთმანეთთან, თუნდაც ფიფქია და წითელქუდა ერთად ემალებოდნენ ბოროტ დედოფალს და ასე შემდეგ. ყველანი არიან ერთმანეთთან დაკავშირებულები და ერთად გადიან ამ ცხოვრებას და ამ დაბრკოლებებს, რაც ხდებათ ხოლმე. Time's frozen here. Hang on. The evil queen sent a bunch of fairy tale characters here. Yeah, and now they're trapped. პირატესობა ის არის, რომ ჩვენ ძირითადად ფილმებში ან ნებისმიერ მულტფილმში გვაქვს ის, რომ ბოროტი არის ბოროტი და კეთილი არის კეთილი. აქ ხდება ესეთი მომენტიც, რომ ბოროტი აჩენს თავს, რომ უნდა იყოს კეთილი. და კეთილსაც აქ ის მომენტი, რომ შეიძლება უცბად გაბოროტდეს ან რაღაც დაემართოს და შეიცვალოს სახე სრულიად. აი ერთადერთი ჩემი აზრით ცოტა სუსტი მომენტი ის არის, რომ ყოველთვის სიკეთე იმარჯვებს და არც ერთ უარყოფით გმირს ჯერჯერობით არ გამომარჯვია. ჩემი აზრით უფრო ის იქნებოდა საინტერესო დასასრულო, რომ ერთხელ მაინც შეიცვალათ ეს ზღაპრის იდეა და გაიმარჯვა ბოროტ გმირს, მაგრამ ესე არ ხდება.